ჩემი აზრი გვაინტერესებს. რა ხდება ამ ლეგიო? აი, ჩამოყავთ ერთი ვაგონი მოკლედ რა, ეს ფეხბურთელები სადღაც ათამაშებენ, ორ თვეში ეს ერთი ვაგონი უკან მიდის. და ამ ორ თვეში ხო იკარგება ეს ქართველი ფეხბურთელი რა, ტალანტები, ხო, რომელთაც საბედნიეროდ დიდარია ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ახლა გადაცემაში არაერთხელ აგვინიშნია, რომ აი ესე უცებ რო გადახედო რომელი გუნდები იყვნენ ეროვნულ ტურნირებზე წარმატებულები, უცებ გაგახსენდება ზესტაფონი. შენი გორი ჩემპიონი სადაც გახდი, რამდენი ლეგიონერი იყავდა? არ ყავდა. არ ყავდა, ერთი ლეგიონერი იყო. რიგალაშვილი იყო, მე მგონი ესა, რუსეთის მოქალაქე თუ ორმაგი მოქალაქე იყო ბაგაევი და სლავკო მარიჩი იყო და ისიც ჩემპიონები რო გავხდით, წავიდა გუნდში. ხო, გუნდში არ ყოფილა. ეხლა მეკარე იყო, რომელიც დავიმატეთ შევჩენკო, ეხლა თელავში თამაშობს. ეხლა რაც შეეხება მაგ საკითხს, იმიტომ რომ აი მე ვთვლი რომ თქვენ ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანები ბრძანდებით და მე ვთვლი რომ ქართულ რეალობაში თქვენი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი. აი მე დაგისვათ ესეთ კითხვა შეიძლება ცოტა შევითავსესავით, მაგრამ აი მართლა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. აი შეგიძლიათ რომ ჩამომითვალოთ 20 ფეხბურთელი ძლიერი ლეგიონერი, რომელიც 90-დან დღემდე დღეს მეკარიდან დაწყებული რო წამოვიდეთ. აი 20 კაციანი განაცხადი რო გავაკეთოთ. 11 კაცს ვაკეთებდით. 11 კაცი ფეხბურთელი, რაღაცა 4-3 სიმბოლური ნაკრები გავაკეთეთ. სიმბოლური 90 წლიდან 2025-ად. დიახ. მე 11 კაცს ვერ ვიპოვეთ. კი ბატონო. ანუ აქედან არის ამ ყველაფრის პასუხი, რომელიც 11 კაცი, აი 90-დან წარმოვიდგინე მაჟეიკასები და ფრიდრიკასები და ისინი რო იყვნენ, იქიდან მოყოლებული, წამოვედი და ნუ ნორმალური ხა მეტნაკლებად რაღაცა. ეხა გეტყვით რა, მაშინ დინამოში ჩამოიყვანეს, ყველასთვის საღადაო თემა იყო ის ესოუზა იყო ერთი ბრაზილიელი. ნუ ზიმბრუსთან საშინელებები აკეთა, ნუ იქ ყველას შეეპარა ეჭვი საერთოდ ფეხბურთელია თუ არაო და დღეს იმდენი დესოუზები ყავს. რა ვიცი ხა ეგ არავის არ უკვირს. მე იმას არ მომოფ რომ კარგები არ არიან, ეხა ზოგიერთები რა თქმა უნდა კარგები არიან, არ არის, მაგრამ აი როგორ არის ეხა ჩვენი ქართველი ფეხბურთელების მე ვიცი რომ უცხოეთში ვინც არიან, იმ წნეხში არიან, ადგილობრივს უნდა აჯობო. სხვანაირად არ გათამაშებს. იმიტომ ახome რომ ზიანს გამ, ხედავს გამ. აქ ჩვენთან ეგ მიდგომა არ არის. მე როგორც ვიცი. აი სამწუხარო რეალობა ეს ლეგიონერების საკითხი და აი აქაც ერთ დეტალს მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება რა. რამდენი ლეგიონერი შემოვიდა სეზონის დასაწყისში და რამდენი მერე გაუშვეს. ან რამდენი თამაშობს, ან რამდენ წუთს თამაშობს და ან რა შედეგი მოაქვს კლუბისთვის და კლუბის წარმატებისთვის. რა აი გოლები, საგოლეები, ან ისეთი ფეხბურთელია რომ განვითარებაში ეხმარება სხვა ფეხბურთელებს და ასე შემდეგ. აი მე მარტივად შემიძლია გავცი მაგაზე პასუხი. აი გამახსენდა უცებაირად მამადუ სახო ხო ჩამოიყვანა. კი ბატონო, კი. და ეხა არ ვიცი და სიმართლე ვთქვა არც მაინტერესებს რამდენი გადაიხადა, მაგრამ ეხა 100 ლარი და 200 ლარი რო არ იქნებოდა განსოლიდური თანხა, კი ბატონო. ხო, ეჭვი არ გვეპარა. 3 თვეში ხო გაუშვეს თუ 4 თვეში. რა ქნა იმდაც. აი მოდი ეხლა მამადუ ის ფული რაც სახოს აჭამეს ტორპედო ქუთაისში დაილია ეს ბავშვები. ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში რო ჩადებული იყო. უყიდე ბოლო. მათ შორის მამადუ სახო თუ იქნება იმ ფორმაში და იმ მდგომარეობაში, როდესაც თუნდაც ჩვენ ფეხბურთელს აჯობებდა, ადგილობრივს აჯობებდა და სამაგალითო ესე სამაგალითოში გულისხმობ რას იცი, როდესაც გამოდის 10 კილოთი ზედმეტი მოედანზე, ეს თვალშისაცემია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მათ შორის ქუთაისულ გულშემატკივარს ვერაფერს ვერ გამოვაპარებ და თამაშზე თუ მაინც ყოფილხართ ტრიბუნიდანაც კი ყოფილა შეფასებები. ეს უკვე პირველი კრიტერიუმი ფეხბურთელის და სპორტსმენის შედგება ფიზიკური მდგომარეობით. ვიზუალურად რო შეხედავ რა მდგომარეობაში იმყოფება. და პირველი ვიზუალური მხარე, როდესაც ხედავ ფეხბურთელი ზონაში იმყოფება, ეს უკვე აჩენს იმის განცდას, რომ აქ რაღაც ისე ვერა. რა თქმა უნდა სახო შეიძლება ზონაში ყოფილიყო, შეიძლება ჩამოვიდა, მაგრამ დავაკლებინეთ, ჩავაყენეთ ფორმაში და მე მივეცით შესაძლებლობა. ეს არის უკვე პროფესიონალური მიდგომა. მაგრამ იცი რა, ეს საჰუა და
მოდი ეხლა იცი რა, ამას იმის შესაძლებლობა რომ ნენელა თან დაიკლებს, ამ გუნდს მოიხმარ. მე ეხლა ფეხბურთელი რო ვარ რა. არ აქვს მნიშვნელობა ის საჰუა თუ მე ვინა ვარ. მე როდესაც უყურებ იმას ესე ექცევიან, ხო? ახე ზონაშია. უპატივცემულობა. ეს რა გამოდის? აქ იწყება უკვე გუნდში განხეთქილება, რომ ესე იგი ვიღაცა პრივილეგირებულია, ვიღაცა აკლებად პრივილეგირებული. ნუ რა თქმა უნდა, ეს ერთი კონკრეტული საკითხია, მაგრამ უამრავი აქ მარტო ჩვენ ვისაუბრეთ ვიზუალურ ხარაზე. მეორეა სათამაშო მონაცემები, ვინ როგორ თამაშობს, რა თქმა უნდა, საჰოს წარსული, ათამაშები და ასე შემდეგ ნეტავ ჩვენმა ქართულმა ფეხბურთელებმა მიაღწიონ მაგდონეებს და ითამაშონ უმრავლესობამ რა თქმა უნდა რაც საჰო მითამაშა, მაგრამ ეგრე უამრავი მაგარი ფეხბურთელი ყავს ჩვენ ქართველი თუნდაც და შეგვიძლია რომ დავაბრუნოთ ასე ლივერპულში ნათამაშებზე თუ არა იანრაში ჩამოვიყვანოთ კაცო და დაბლიში და რა თქმა უნდა არა ფაქტი რა არის რომ თვითონვე მიიღეს მე ის გადაწყვეტილება რომ კლუბიდან გაუშვეს, იმიტომ რომ არ იყვნენ მისი თქმაყოფილები, ხო? ფაქტი რა გამოვიდა? ფაქტი ის არის რომ ნუ შეიძლება ამ ერთ ფეხბურთელზე თუნდაც შეცდომა დაუშვა რა. მე იმიტომ ვიძახი რომ ჩვენ როდესაც მუშაობთ, შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია და ეხლა რომ მოიყვანე, სადღაც ვიღაცაში შეიძლება შეცდე რა. შეიძლება ეს ერთი და ორი ფეხბურთელი აღმოჩნდეს. თავარია რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს, სისტემატიური ხასიათი არ მიეცეს და იგივე ახლა რასაც ჩვენ აღვნიშნავთ, რომ აი ხარისხიან ლეგიონერზე აქ ლაპარაკი. მაგრამ მეორე საკითხიც არის აქ. ხარისხიან ლეგიონერს ჭირდება ხარისხიანი ჩემპიონატი, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ხარისხიანი გარემო, როგორც საცხოვრებელი, ისე სპორტული მიმართულებით და უნდა შეუქმნა ეს გარემოება შენ თუ გინდა რომ მაგარი ფეხბურთელი ჩამოიყვანო და ყავდეს რა. არა, უჩა როგორაა, იცი მან ამბობს ეს კლუბის ხელმძღვანელობა, აი რაღაცა 5000 ლარა სიტყვაზე ვინ ჩამოგივა ლეგიონერგან. თუ არ ჩამოგივა დაანებე, ის ხო არ არის, რა ქვია, თვითმიზანი რომ ჩამოიყვანო. ახლა მეორე საკითხს შევეხები და კიდე უფრო მეტად გამაკრიტიკებენ, ვიცი ახლა ამ საუბრისთვის, მაგრამ უნდა დავაფიქსირო ეს მომენტი რა. განვითარების ფონდი რისთვის შეიქმნა? რომ ვინ უნდა განვითარდნენ? ქართული ფეხბურთის განვითარება. და ქართული ფეხბურთელები უნდა განვითარდნენ, მე წავიდნენ და გაიყიდ. ესე იგი მესამე და მეოთხე ხარისხოვან ლეგიონერებში უნდა ვიხადოთ ფული? ხო უნდა დაუკვირდეთ მაშინ, ვინც მართავს ამ პროცესებს, ამ პროცესებს, რომ თუნდაც ის ჩემი 2000 ლარიანი ქართული ფეხბურთელი გავავითარო, მე ახლა არ დავაფიქსირებ ციფრს, თუმცა ზეპირად ვიცი იგივე ბედოშულს რა თანხა ჰქონდა. მაგრამ რამხელა შესაძლებლობა მიეცა რომ საზღვარგარეთ წავიდა და წავა კიდე სხვა კლუბებში ალბათ და კიდე განვითარდება და არა მარტო იგივე ფაცაცია იგივე ახლა ხო წავიდა საზღვარგარეთ თამაშობს ხო ამ დროს შეიძლება მარტვილში ჩარჩენილიყო დამთავრებულიყო მაგის ფეხბურთი შესაძლებლობა რო არ მიგვეცა უმაღლეს ლიგაში მაშინ ქობულეთის შუქურას და არა მარტო უამრავი ეგეთი ფეხბურთელი არის მათ შორის იგივე რუსთავში რო დავაფიქსირე ის ახალგაზრდა ფეხბურთელები რო არ მიგვეცა როგორ წარიმართებოდა ანუ რა შესაძლებლობა უნდა მივცეთ ქართულ ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა. ცოტა ის ხარისხი, რა თქმა უნდა, ბევრია სამუშაო, რა თქმა უნდა, ცალსახად ბევრია გასაკეთებელი, რომ ქართველი ფეხბურთელებით სრულად დავაკომპლექტოთ 10-ვე გუნდი და წარმატებული გავხადოთ, მაგრამ მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხოვან ლეგიონერებს ყოველთვის ჯობია ქართველი თუნდაც ის ფეხბურთელი, რომელსაც მე შესაძლებლობა ექნება, რომ განვითარდეს და განვითარების ფონდი და განვითარება, რაც აქვს აღებული სახელმწიფოს მიზნად, რეალურად მოახმარონ იმ ფეხბურთელებს და იმ ქართულ მოთამაშეებს იმ მართლობაში, როდესაც განკარგავენ. ეგ არის თორე ახლა ვინოხერი იმას იონსენს და იმაზე ვარლეიზე და ეგეთებზე არავინ არ ლაპარაკობს, კაცო. ეგ ერთი აი არ შემიძლია თქვა გუშინ მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენს ნიშნავს, რომ ანუ ფინანსურად ძლიერ ქვეყანაში ემზადები და ასე თქვა ფეხბურთელად ძნობა. აი ირაკლის სირაძე გუშინ ითამაშა თბილისის დინამოში. ფინეთის მეოთხე ლიგაში იყო შაში. ძალიან გამორჩეული იყო გულშინდელ მატჩში. აი, უბრალოდ ახლა ხალხი მე კითხულობდა ვინ არის ფინეთის მეოთხე ლიგის გუნდიდან ჩამოვიდა და თბილისის დინამოში ბათუმის დინამოს გოლი გაუტანა, მაგრათაც ითამაშა. ანუ აი დასკვნა სად მივდივართ, რომ ანუ ესე იგი იქაც შეიძლება კი განვითარდე რა. იქაც შეიძლება რომ განვითარდე და აი მეორე კუთხით კიდევ რა პრობლემა არსებობს საქართველოში. აი მათ შორის ეს ფეხბურთელი დაიკარგა და მათ შორის მეც არ ვიცოდი და ეს ჩემი პრობლემაა რომ არ ვიცოდი. ანუ სასელექციო კუთხით მუშაობა არის ძალიან დაბალ დონეზე. იმიტომ რომ თვლიან რომ
რატო უნდა წავიდნენ რეგიონის თამაშზე მეოთხე ლიგაში თუ მაგარია მაინც გამოჩნდება ესე არ არის შეიძლება მაგარიც იყოს კარგიც იყოს მაგრამ გარემოებები ეხლა თქვენ რომ იცოდეთ ლიგებს შორის რა სიტუაცია როგორი მდგომარეობაა სად ვარჯიშობენ სად თამაშობენ მიხვდებით რომ ძალიან ძნელი ამ დროს შეიძლება იყოს ნიჭიერი ბავშვი და სწორი სელექციის შედეგად და სწორ კლუბში მოხვედრის შედეგად ის ფეხბურთელი შეიძლება ათამაშდეს და ფეხბურთი ითამაშოს. აი იგივე არის ამ სირაძესთან დაკავშირებით რა მე მართლა არ ვიცოდი გუშინდელ მატჩში ერთი თამაშიდან თუ შევაფასებთ ბათუმის დინამოსთან ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი რომელიც სულ იხსნებოდა ბურთს იღებდა ატყუებდა გოლი გაიტანა საგოლე მომენტები ჰქონდა ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ძალიან კარგია და მახარებელია